მეგობრთა შორის უმეგობრნესნო მაშასე პირველი რაც იყო, ესე იგი პირველი გუში რაც ვილაპარაკე იმის მოკლე შინაარსი. მაქსიმე აღსარებელი წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, განსაკუთრებით მონოთელიტურ დავებთან მიმართებით, თუმცა მისი მნიშვნელობა ამით არ მოიწურება, მისი აზროვნება გავლენას ახდენს როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ თეოლოგიაზე. საუბარია იმაზე, რომ მაქსიმეს თეოლოგია მხოლოდ დოგმატური სისტემა არ არის, არამედ არსებობის ადამიანის სამყაროსა და ღმერთის ურთიერთობის ყოვლის მომცველი ხედვაა. ხაზგასმულია იდეა, რომ ადამიანი შეიძლება თავად იქცეს თეოლოგიად, არა მხოლოდ თეოლოგიაზე მოლაპარაკე არსებად, არამედ ღვთისმეტყველური ცხოვრების მატარებლად. თეოლოგია დაგებულია როგორც ღმერთჭვრეტა, ადამიანის არსებობა აღწერილია როგორც ტექსტი, სამყაროსა და ღვთის დიდ ნარატივში, ესე იგი თხრობაში ჩართული მოვლენა. ადამიანის ცხოვრება არის მუდმივად დაწერადი და განმარტებადი რეალობა. ღმერთის შემოქმედება წარმოდგენილია არა როგორც დასრულებული აქტი, არამედ როგორც უწყვეტი პროცესი, რომელშიც ადამიანი სინერგიულად მონაწილეობს. ცოდნა და თეოლოგია განხილულია როგორც ასკეტური პრაქტიკა, ტექსტის კითხვა მხოლოდ ინფორმაციის მიღება კი არაა, სულიერი ვარჯიში და გარდაქმნის პროცესიცაა. მაქსიმეს 400 თავის სიყვარულის შესახებ აღწერილია როგორც აფორისტული, ასკეტური და სიბრძნისმეტყველური ტექსტი, რომლის მიზანი არა მხოლოდ სწავლებაა, არამედ ადამიანის შინაგანი ფორმირება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგოსების იდეას, ღმერთის სამყაროში საკუთარ აზრებს და ვნებებს ავლენს, ხოლო ადამიანი ამ ლოგოსების მიხედვით ნაწილობრივ ეზიარება ჭეშმარიტებას. თეოლოგიური შემეცნება აღწერილია როგორც ანალოგიური და ანაგოგიური გზა. ადამიანი ვერ ფლობს ღვთის არს უშუალოდ, არამედ მასთან მიახლოვდება ნიშნების, სიმბოლოებისა და გამოვლენებების საშუალებთან, გამოცხადების საშუალებით. საუბარია იმაზე, რომ დოგმა არ არის მხოლოდ თეორიული ფორმულა, იგი ონტოლოგიური ჭეშმარიტება და ეგზისტენციური სიბრძნეა. ქრისტიანული დოგმატიკა აღწერილია როგორც საღვთო სიბრძნის უმაღლესი გამოხატულება, რომელიც ადამიანის არსებობასა და სამყაროს საფუძველს ეხება. ადამიანი წარმოდგენილია როგორც შემოქმედებითი არსება, რომელიც ამ თვისებით ღმერთს ემსგავსება. შემოქმედება არ არის უბრალო გამეორება, არამედ ახალი აზრისა და ფორმის დაბადება. პოეტურობა და თეოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. პოეზია ბერძნულ ტრადიციაში ნიშნავს არა მხოლოდ ლექსს, არამედ ქმნასა და შემოქმედებას. ტექსტის კითხვა და თეოლოგიური აზროვნება გაიგება როგორც დრამატურგიაში შესვლა, მოქმედებაში კათარზისსა და შინაგან გარდაქმნაში მონაწილეობა. მამათა ტრადიცია არ არის მექანიკური გამეორება, საჭიროა მისი მუდმივი ინტერპრეტაცია, ხელახალი გააზრება და დეკონსტრუქცია, რათა ცოცხალი მნიშვნელობა გამოვლინდეს. ადამიანის პიროვნება აღწერილია როგორც დინამიკური და თხზვადი რეალობა. იგი მუდმივად ყალიბდება, იქსოვება და გადაიქნება. ადამიანის მაქსიმეს აზროვნების ერთ-ერთი მთავარ ნიშნად ასახულია მისი პოეტური და შემოქმედებითი ხასიათი, აზროვნება, რომელიც მხოლოდ ლოგიკური სქემა არ არის, სულიერი და ესთეტიკური ქმნადობაა. მაქსიმეს თეოლოგია წარმოდგენილია როგორც თანამედროვე ფილოსოფიასთან დიალოგში მყოფი ხედვა, განსაკუთრებით ჰერმენევტიკასთან, პოსტსტრუქტურალიზმთან და ეგზისტენციურ აზროვნებასთან მიმართებით. თეოლოგიური ტექსტი გაგებულია როგორც ღია და ცოცხალი სივრცე, რომელიც მუდმივად ახალ ინტერპრეტაციებსა და შეხვედრებს წარმოშობს.